მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 22 დეკემბერია. საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღი არის 9 აპრილზეც და სოხუმის დაცემაზეც და აბსოლუტურად ყველა თარიღთან შედარებით 22 დეკემბერი ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რადგან 1991 წლის 22 დეკემბერმა გადაწყვიტა საქართველოს და ქართველიერის ბედი მრავალი ათწლეულის მანძილზე და დღესაც რაც ხდება საქართველოში, ნამდვილად ყველაფერი 22 დეკემბრის ყველაზე გრძელი, ყველაზე ბნელი ღამის რაღაც სიმბოლურად ასე დაემთხვა წლის ნაყოფი არის ნამდვილად და რასაც ვიმკით და მოვიმკით კიდე ძალიან დიდი ხანი. ეს არის დღე, როდესაც ქართველებმა ერთმანეთს ესროლეს, ეროვნულ ხელისუფლებას ესროლეს, კანონიერი ხელისუფლება დაამხეს, დამხობა დაიწყო ამ დღეს და მას შემდეგ ესე 22-ში დაიწყო და 7 იანვარს შობა დღეს დაამხეს ზვიადგამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება. მას შემდეგ კი აი აგერ უკვე 34 წელიწადია რაც გვჭირს მოყოლებული ნამდვილად იმ არაკანონიერი რეჟიმების დამსახურება არის, რომელი არაკანონიერი რეჟიმების დღემდე მართავენ ჩვენს ქვეყანას და ტერიტორიები იკარგება, ერი გადაშენების პირას არის და რაც მთავარი არის ის, რომ ხალხს დღემდე რა გაგებული და გაცნობიერებული თუ რა მოხდა 22 დეკემბერს სინამდვილეში, ყველას აქვს ენაზე ერთი დახვეული რუსეთმა დაამხო კანონიერი ხელისუფლება, მოიყვანა შევარდნაძე და ასე შემდეგ. როდესაც ასეთ დროს ვახსენებთ დასავლეთს და დასავლეთმა რა როლი ითამაშა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და რა ბოროტებასთან გვაქვს ჩვენს საქმე დასავლეთის მხრიდან, ამაზე საუბარი არავის არ უნდა. იმიტომ რომ დასავლეთი თურმე ამ ყველაფერში არაფერს შუაში არ არის და თურმე დასავლეთიდან მხოლოდ სიკეთე და შენი ჭირიმე შენგენ ნაცვალი მოდიოდა და მოდის დღესდღეობით. გასაგებია ეს შიგ ევროპული ადამიანების აზროვნება. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ როგორ გითხრათ, იცით, ძალიან ისეთი იშვიათი მასალა, რომელი მასალაც დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის 99%-ს საერთოდ არ იცის. აქვს ამას თავისი მიზეზები თუ რატომ არ იცის და ამიტომ ძალიან დიდი თხოვნა მექნება ყველასთან, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს, გააზიარეთ მაქსიმალურად და მიაწოდეთ ყველა ქართველს, რომ მათ იცოდნენ საქართველოს უახლესი ისტორია თუ სინამდვილეში რა მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ ყველაფერს მაშინაც ებრძოდნენ, ახლაც ებრძვიან და მომავალშიც შეებრძოლებიან, რომ ქართველმა ერმა არ იცოდეს სიმართლე. მოდი დავიწყოთ ყველაფერი იქიდან, რომ თვითონ ზვიადგამსახურდია ცხოვრებული პირდაპირ დასავლეთს ადანაშაულებდა რუსეთთან ერთად შეთანხმებაში ეროვნული ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან ბევრს უკვირს და ან არ იცის და ან არ აინტერესებს იცოდეს, რადგან ჩვენ ისტორიას სხვანაირად გვიწერენ და სხვები გვიწერენ. აი ეს არის მაგალითად ესე იგი ჯეიმს ბეიკერის წიგნი, რომელშიც მოხსენიებული არის ზვიადგამსახურდიას ჩაგვრელი რეჟიმი, თუ როგორი ჩაგვრელი პიროვნება იყო ზვიადგამსახურდია, ეროვნული ხელისუფლება და ასე შემდეგ. ეს ისე მტკიცებულებისთვის უკნიდან განათლებულებს ვეუბნები, რომ დაჭირდეთ. და რაც შეეხება თვითონ ზვიადგამსახურდიასო, არ უთქვიაო დასავლეთის მიმართ ცუდი არაფერიო და ასე შემდეგო, ეხლა თუ ვინმე სჭირდება შეხსენება მდინარეს მკვდარი თევზები მიყვებიან და ასე შემდეგ, ახლა როგორც ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა ზვიადის მიმართებაში, მისი პრობლემა არის, ისევ ეს მისი უცოდნირობის პრობლემა არის, მაგრამ ახლა მე თქვენ წარმოგიდგენთ იმ რეალობას, რომელი რეალობაც ჩემო გარგებო სინამდვილეში იყო ძალიან ღრმა ფესვები აქვს ზვიადგამსახურდიას ევროპაში ყოფნის დროს, პრაქტიკულად ის იქნა უარყოფილი არათუ მისი თანამებრძოლი ლიტველი დისიდენტების მიერ, ლანსბერგისის და ასე შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ, ასევე უარყოფილი იქნა ვაცლავ ჰაველის მიერაც, კაცს, რომელსაც ნობელის პრემია არ მიუნიჭებიათ უკაცრავად
მაგრამ ხავერდოვანი რევოლუციის და მშვიდობის მამად მოიხსენიებდნენ და არ მიუნიჭებიათ სხვათა შორის ну ალბათ დღეს ნობელის პრემია საერთოდ საგიჟეთი არის, მაგრამ ალბათ ნამდვილად ღირსი იყო რომ არ მიანიჭეს, იმიტომ რომ ვაცლავ ჰაველმაც კი უარი უთხრა ზვიად გამსახურდიას მაშინ იმ სიმართლის თქმასთან დაკავშირებით და გვერდში დადგომასთან და იმ ხარდაჭერასთან დაკავშირებით, რასაც ის ითხოვდა, როდესაც ევროპაში იმყოფებოდა. ამიტომ მე ახლა თქვენ შემოგთავაზებთ აი ძალიან მოკლე მონაკვეთს. Head of this conspiracy is truth, former president of United States, George Bush, and Secretary of State Baker. What was in the world? Ukაცრავად ეხლავეს კომენტარის გარეშე დაველოდები ამ ყველაფერს რო თქვენ გემრიელად შეძლოთ ამ ყველაფრის მოსმენა. Head of this conspiracy is truth, former president of United States, George Bush, and Secretary of State Baker. What was in the world Gorbachev's influence? And what was Bush's influence? These two men were together against me and against Sofio imperialis zola, ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ სადედიეროდ დიდი მნიშვნელოვანი ძველი მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უგოლოდესი მტერი საქართველოსი, მისი კანონიერი ხელისუფლების ქართული ხალხისა, წავიდა პოლიტიკური არენიდან. ზვიად გამსახურდიასთვის მეუღებელი იყო ის ლიბერალური ღირებულებები, რასაც დასავლეთის სამყარო პრიორიტეტებად მიიჩნევდა. შემოდგომაზე მთლიანად გაბუშდა ურთიერთობა დასავლეთთანაც. ამერიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებებში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას სახით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი გვყარდება, რის გამოც საქართველოს უარი ეთქვა დასავლეთიდან ეკონომიკურ დახმარებაზე. ასე მითხრა პირდაპირ, რომ თქვენ აღიარებას დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან არ მიიღებთ. არ იქნება აღიარება თქვენი, ვიდრე სახელმწიფოს, ესე იგი შევარდნაძის კურსზე არ დადგებით. ზვიად გამსახურდიამ მისცა ინტერვიუ Народная правда 92 წელს. რას წარმოადგენენ ეს ძალები, რომლებიც ასე ერევიან უცხო სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში? ბატონი ზვიადი პასუხობს: კაცობრიობის მტრებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ისინი მიზნად ისახავენ ყველა სხვა ხალხის გენოციდს, პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთი განსაზღვრული ჯგუფის გამოკლებით. ეს ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან და მთელი ძალით მიილწვის მსოფლიო ბატონობისკენ ზოგადად. მე მას ევროამერიკულ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვრელ ძალას მასში წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეიკარის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით, მამა ბუში. ოფიციალური დასავლეთი მხედველობაში მაქვს ხელისუფლებები და არა ხალხი ებრძვის ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას. მათი მიზანია გაანადგურონ ერის ნება და საერთოდ შექმნან ერთიანი მსოფლიო კონგლომერატი, სათავეში მსოფლიო ხელისუფლებით. ეს ახალი მსოფლიო წესრიგია, მისი არსია საბოლოო დამორჩილება მთელი პლანეტის. მაშინ ზვიად გამსახურდია, რომელიც აღქმული იყო ამერიკელების მიერ, განსაკუთრებით მამა ბუშის მიერ და საერთოდ დასავლეთში როგორც დინების საწინააღმდეგოდ მიმავალი პოლიტიკოსი რას გულისხმობდნენ ამაში? რატო იყო? არადემოკრატიული ღირებულებების მქონე, ხისტი და არადასავლური ტიპის პოლიტიკოსი, ხო? ეს არის უშუალოდ ადამიანების მტკიცებულებები, ვინც ამ ყველაფერს საუბრობენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ერთ დროს და ესე შემდეგ, ყველა მისი ყურით შეუძლია მოისმინოს და წაიკითხოს, რას ამბობდა ზვიად გამსახურდია
დასავლეთის მონაწილეობაზე იმ ყველაფერში, რაც მოხდა. ეხლა კი ეს დღევანდელი ბლოგი და ფილმი, რომელიც მოგიმზადეთ, რომ მეჩვენებია თქვენთვის, დარწმუნებისთვის, დასარწმუნებლად, აი იმ განსაკუთრებულად იდეალიზირებული რო აქვს დასავლეთი იმ ადამიანებისთვის მომზადე, რომელ კატეგორიასაც რაც არ უნდა ელაპარაკო, მართალია აზრი არ აქვს, ნაკლებად მგონია რომ ისინი თავში რამე შეუშვებენ, მაგრამ ვისაც აინტერესებს დოკუმენტალისტიკა, სიმართლე თუ სინამდვილეში რა ხდებოდა, მთელი დასავლეთი, როდესაც პირში წყალჩაგუბებული იდგა, არსებობდნენ ინდივიდები დასავლეთში, რომელი ინდივიდებიც ამ ყველაფერს აღიქვამდნენ რეალურად, აღიქვამდნენ იმ რეალობას, რა რეალობაც ხდებოდა, როგორ იქცეოდა დასავლეთი და მათ შეძლეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და მოახერხეს ამ სიმართლის შექმნა, გადაღება, გატანა საერთაშორისო საზოგადოების და ისტორიული მტკიცებულებების ესე რომ ვთქვათ, შეკრებითობით, რომ სინამდვილეში იცოდეს ხალხმა რა მოხდა. ასეთი იყო ადამიანი, რომელიც ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველებს არაფერს არ ეუბნება. აი, ეს არის ეს ადამიანი, ეს არის ინგლისელი კაცი, ბრიტანელი კაცი, რომელი ადამიანიც დარწმუნებული ვარ, რომ 99% ქართველს მისი უფრო მეც თუ არა არაფერს არ ეუბნება. ეს არის მაქს სტაილი, რომელიც იყო თვითონ პიროვნება, იყო დოკუმენტალისტი, რომელმაც მისი ცხოვრების მანძილზე არა მარტო საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი ერის და ქვეყნის ისტორიაში ითამაშა უდიდესი როლი, მან შეძლო საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეეფასებია, გადაეღო ეს ყველაფერი, რომელიც კაცობრიობის ისტორიას როგორც მტკიცებულებად ისე დარჩა. დღესდღეობით რატომ ვამბობ, რომ შეიძლება ხალხმა არ იცოდეს, იქიდან გამომდინარე შეიძლება ჩემოკარგებო არ იცოდეს, რომ აი მარტივ რაღაცას გეტყვით რა, დღეს 21 საუკუნე არის და ელემენტარულად შეგიძლიათ ნახოთ, რომ აი ამ ადამიანის სახელი და გვარი უბრალოდ არც კი იგუგლება არსად რა, აი ქართულად რო ჩავწეროთ, აი ქართულ წყაროებში გუგლიც კი ვერ ეძებს ამ ყველაფერს და ეს ტალისმაგირად სტალინის შეგიძლიათ თქვენ ვეცადოთ ბიოგრაფიას გვიჩვენებს, პრაქტიკულად არაფერი არ არის ნათქვამი ინტერნეტ სივრცეში, სიტყვაც კი არ არის ამ ადამიანის შესახებ ახსენები, ამიტომ დღეს მით უმეტეს, როდესაც საზოგადოება არის ინტერნეტით განათლებული, აი შემდეგ კი, როდესაც მაგალითად შეიძლება დაგუგლო ბრიტანული, ინგლისური ასოებით, შეიძლება რაღაცა ინფორმაცია იქნას გამოაშკარავებული, ვინ იყო ეს ადამიანი და შემდეგ გახვიდი ადამიანი კვალზე, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, სინამდვილეში ვინ იყო ეს კაცი, ეს გმირი კაცი, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს იყო დოკუმენტალისტი, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ მისი ბიოგრაფია ინგლისურ ვიკიპედიაში მოგიძებნოთ, თარგმნოთ, რომელმაც თავისი ცხოვრების მანძილზე საქართველოში, ჩეჩნეთში, ჩინეთში, ასევე კენიაში, ასევე ტიმორში, აღმოსავლეთ ტიმორში, სადაც უამრავ ადამიანს ხოცავდა ინდონეზიის ხელისუფლება და ესე შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩადიოდა და ახდენდა ამ ყველაფრის გადაღებას. მე მცირედი ინფორმაციას ისე ინტერნეტიდან, აი დიდი, ასე რომ ვთქვათ, ჯახირის შედეგად, ისე GPT ჩატით შევძელი მომეძია ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, ამ ადამიანს აქვს გადაღებული უამრავი დოკუმენტალური ფილმი ლიბანში, ჩინეთში, სალვადორში, ბალკანებზე, საქართველოში, რეალური კადრები, რეალური მოვლენები და არა დღეს რო ხელოვნური ინტელექტით მონტაჟდება ნამდვილად უამრავი ბინძური სიყალბე და ფილმი ასევე საქართველოში, რომელსაც ქვია 1990-92 წლების მანძილზე პოლიტიკური კრიზისის შედეგად მიმდინარე მოვლენები. ფილმი გახდა მნიშვნელოვანი დოკუმენტალური წყარო ისტორიკოსებისთვისა და საერთაშორისო მედიისთვის.
ეს საამპიროვნების შესახებ რომ იცოდეთ, ვინ არის, ვინ ითამაშა უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ამ უახლესი ისტორიის დაწერაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ობიექტური, საერთოდ არ გაგვაჩნია, მაგრამ ობიექტურიც არ გაგვაჩნია თუ იმ წლებში რა მოხდა. რაც შეეხება საქართველოში გადაღებულ ფილმს, თუ კი ყველგან ხდებოდა, ხა მე რატო ვამბობ ამ ყველაფერს, თუ კი ყველგან ხდებოდა, შემოკარგებო ის რომ მეტნაკლებად საერთაშორისო მედია ახდენდა და ზოგიერთ შემთხვევაში თუ კი ეს პოლიტიკურ კონიუნქტურას, დასავლეთის პოლიტიკურ კონიუნქტურას ჭირდებოდა, ახდენდა მაქსიმალურად ტირაჟირებას იმ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და უდიდესი გამოხმაურება მოყვა ტიმორში, კენიაში გადაღებულ ფილმებს, რაც შეეხება საქართველოში გადაღებულ ფილმს ჩრდილს მიღმა, რომელსაც ქვია ჩრდილის მიღმა, რეზონანსები, რომელი რეზონანსი შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით და თქვენ ვისაც დაგაინტერესებთ, ნახავთ ამ ფილმს და რამხელა რეზონანსი შეიძლება ამ ყველაფერს მოყოლოდა სინამდვილეში, მაგრამ როგორც ხედავთ, საქმე იმაში არის, რომ ამ ყველაფრით აკლებად დაინტერესდა მაშინდელი მსოფლიო საზოგადოება. ფილმი არ გახდა მასობრივად, ესე რომ ვთქვათ, მისაღები და საჯარო და რეზონანსი არ მოყოლია. გამოხატული იყო მნიშვნელოვანი რეზონანსი ჟურნალისტებისაგან და ისტორიკოსებისაგან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, რომელიც თვალით ცალკეულად უყურებდნენ ამ ყველაფერს. ძირითადი მნიშვნელობა რა არის ღირებულია როგორც ისტორიული წყარო, რომელიც ასახავს საქართველოში დამოუკიდებლობის პირველ წლებში მომხდარ მოვლენებს და დღესაც გამოიყენება კვლევისთვის. აი ეს იყო ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, დანიშნულება ამ ყველაფრის, ცოცხალი მემატიანი არის ნამდვილად და წამით აქ არის მითითებული, ვინც ნახეთ ეს ყველაფერი თავში, რომ ის, როდესაც ახდენდა ამ ყველაფრის გადაღებას, ახდენდა ისეთი მასალების გაშუქებას, რომელი მასალებითაც ნამდვილად არ ინტერესდებოდა მაშინდელი დემოკრატიული სამყარო და სატელევიზიო არქივი. რომელიც დასავლურ პრესას იმ პერიოდში საერთოდ არ აინტერესებდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფილმის პირველი ნაწილი. ძალიან გთხოვთ, ძალიან დიდი ყურადღებით უყურეთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი ყურადღებით უყურეთ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, ისე მესამე მხრიდან, მეოთხე მხრიდან და პრაქტიკულად მე არ ვიცი ამ ვაშკაცმა კაცმა როგორ მოახერხა ამდენი რამე იმ ბნელ 90-იან წლებში, თუნდაც საქართველოში აღარ მაქვს საუბარი უკვე მსოფლიო მიღწევებზე რაც აქვს. სამწუხაროდ ეს ადამიანი გარდაცვლილია, ის გარდაიცვალა 2021 წელს ავსტრალიაში და დაკრძალული არის იქვე. ეხლა კი ბევრი რომ არ გავაგრძელო ნამდვილად საუბარი, ისედაც საკმაოდ ვრცელი შესავალი გამომივიდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ნახეთ ფილმი ჩრდილს მიღმა, რომელი ფილმიც ასახავს 90-იანი წლების ჯოჯოხეთს, ლაბირინთებს, რომელიც საქართველოში ხდებოდა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და თხოვნა მექნება თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში გააზიარეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის წყარო, რომელსაც წყალი არ გაუვა ნამდვილად და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა კი ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნო სეანს გისურვებთ, მაგრამ აუცილებლად სანახავია, რათა იცოდეთ თქვენი ქვეყნის რეალური ისტორია და ეს ყველაფერი ჩვენ ქართველები უნდა უმადლოდეთ ამ ადამიანს ამ ჩვენი ბნელი ისტორიის აი ესე შემონახვას თუ სინამდვილეში რა ხდებოდა.
In 1991, Soviet 1991 წელს საბჭოთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში დემოკრატია დადგა, მსოფლიო მშვენივრად ამოისუნთქა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სუკის დამაარსებლის ძეგლი დიდი ზეიმით ჩამოაგდეს, ბოროტების იმპერიის ამ ძირეულ ორგანიზაციას არსებობა არ შეუწყვეტია. თქვენ გჯერათ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა? საბჭოთა კავშირი კვლავაც არსებობს. საბჭოთა სტრუქტურები ადგილზეა მოსკოვში. სუკის ადრეული ქმედებების დისკრედიტაციის პარალელურად იმპერიის კიდეში ნაცნობი მოდელი ვითარდება. ნებისმიერი იმპერიის მართვის პრინციპი დაყავი და იბატონეში მდგომარეობს. საბჭოთა კავშირის რუკას თუ დახედავთ, დაინახავთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი ანკლავი იყო გამოყოფილი, რომელთაც საათის მექანიზმიანი ბომბის ფუნქცია ეკისრებოდა. ეს სამხრეთ ოსეთია, ერთ-ერთი ასეთი მცირე ანკლავი საქართველოს რესპუბლიკაში. როდესაც საქართველო რუსეთისგან ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას, ოსეთს იგივე საქართველოსგან სურდა და ბომბიც აფეთქდა. მე ოსი ცოლი მყავს, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ბევრი ქართული სოფელია. ოსებს უნდათ ეს სოფლები მათი რესპუბლიკის ნაწილად ექციათ. ასე დაიწყო ეს ყველაფერი. That's how it all started. It's a helicopter. ვერტმფრენია. They're checking our position. ჩვენს პოზიციებს ამოწმებენ. ნახევარ საათში ცეცხლს გაგვიხსნიან. საქართველო ერთგვარი ნიმუშის როლს ასრულებდა იმის საჩვენებლად, რომ რუსეთისგან გამოყოფა გამოუვალი მდგომარეობის შექმნას გამოიწვევდა. მოსკოვმა, ანუ ცენტრმა, იმპერიის შექმნისას რესპუბლიკებში დაძაბულობების არსებობა უზრუნველყო. დემოკრატიისთვის მებრძოლი სახალხო მოძრაობებით პარტიისა და სუკის მიერ კონტროლირებული შიშის და უიმედობის ატმოსფერო დასუსტდა. პერესტროიკის მოსვლის და კომუნიზმის დასასრულის პარალელურად ერთგვარი მოდელი ამუშავდა. იმ რესპუბლიკებში, სადაც ხელისუფლების სათავეში კომუნისტური წარსულის არ მქონე პირები მოვიდნენ და მათ უარი თქვეს ზრდასრულში გაწევრიანებაზე, მალე ძალადობა მიმძლავდა. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც სამხრეთთან კავშირს უზრუნველყოფდა და კასპიის და შავ ზღვებთან ჰქონდა გასასვლელი, საბჭოთა ადმინისტრაციამ სადაო ტერიტორიების მთელი რიგი დატოვა. მოსკოვის წინააღმდეგ ამბოხებული მებრძოლები მალე ომს საკუთარ მეზობლებთან აწარმოებდნენ. რუსეთი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ამ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად. ამ სოფელში სუკის წარმომადგენლება 700 ადამიანი ცოცხლად დაწვეს იმ მიზეზით, რომ ისინი ციმბირში დეპორტირებული ხალხის მსვლელობას ჩამორჩნენ. კავკასიელ ხალხთა ნაწილი მთლიანად დეპორტირებული იქნა. დანარჩენები სხვა ტერიტორიაზე გადაადგილეს, რომ რეგიონი როგორმე დაემშვიდებინათ. პერესტროიკის და დემოკრატიული მმართველობის მიუხედავად, რუსეთის დომინაციის ქვეშ მყოფი ხალხების იმედები манипуляციის მსხვერპლად რჩება. ზოგიერთი პიროვნება, რომელსაც სუკთან კავშირის მქონედ იცნობენ, ახლა სუმცირე ნაციონალისტურ პარტიას აყალიბებს. როდესაც ეროვნული მუხტი თვალნათლივ გაძლიერდა, მათ ჩათვალეს, რომ უპრიანი იქნებოდა პარტიების შეექმნათ და ამ გზით მოეხდინათ პროცესების კონტროლი. იგივე მეთოდით მათ სამხედრო დაჯგუფებებიც შექმნეს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იარაღის შოვნის გზების გამონახეს. გორბაჩოვის დროს საქართველოში საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია ხელკეტების და ნიჩბების გამოყენებით დაარბია, რამაც 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სახალხო მოძრაობას ვეღარაფერი აკავებდა. მოძრაობა სათავეში დისიდენტი ედგა, რომელიც კომუნისტი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ფსიქიატრიული საავადმყოფოების და ციხეების ვეტერანი იყო. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კონსტიტუციური მთავრობისთვის და საკუთარი კონსტიტუციისთვის. გამსახურდია უკომპრომისო იყო. იგი საქართველოს აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და უცხო ქვეყნის ყველა სამხედრო ბაზის გაყვანას ითხოვდა. მან და მისმა მომხრეებმა სამ არჩევნებში 86%-ზე მეტით გაიმარჯვეს.
მაგრამ მალე განხეთქილება გაჩნდა. 3 თვეში შეიარაღებული დემონსტრაციები დაიწყო ქუჩებში. დემონსტრანტთა ნაწილს უკმაყოფილო ნაციონალისტები წარმოადგენდნენ. სხვები კრიმინალური სამყაროს, ყოფილი კომუნისტური წყობის თუ პრივილეგირებული ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მთავარი ქუჩა და სატელევიზიო სადგური დაიკავეს და ახალი პრეზიდენტი დიქტატორად შერაცხეს. სოფლიო პრესამ იგივე გაიმეორა და გამოუცდელი პრეზიდენტი მალე იზოლაციაში მოექცა. კონფლიქტის გაძლიერების შედეგად ზვიად გამსახურდია ალ-ყაში მოექცა. მისი ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მისი მოწინააღმდეგე დაჯგუფებები ყოფილი საბჭოთა არსენალით იყვნენ შეიარაღებული. არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვებიდან 18 თვის შემდეგ საქართველოს განდევნილი პარლამენტის 73 წევრი გამსახურდიას თავშესაფარში იკრიბება, მეზობელ ჩეჩნეთში, რომელსაც თავის მხრივ დაუმორჩილებლობა აქვს გამოცხადებული მოსკოვისთვის. ისინი სამხედრო გადატრიალებას მოსკოვის მიერ ინსპირირებულ ინტრიგად ცნობენ და გმობენ. გამსახურდია კვლავ დაუმორჩილებელი. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმპერიის და მისი მარიონეტული მთავრობის მიერ განხორციელებულმა შიშის და ტერორის პოლიტიკამ. იმპერიის ელიტარები მათ მიერ შექმნილი მარიონეტული მთავრობები. გისურვებთ გამარჯვებას ამ რთულ ბრძოლაში. მან თქვა, რომ დასავლეთი ახლა მოსკოვთან იყო ალიანსში. ჩვენ დეპუტატებს მივმართეთ იმის გასარკვევად, მართლა იყო თუ არა პრეზიდენტის მმართველობა დიქტატორული. იგი კანონიერად იყო არჩეული ხალხის უმრავლესობის მიერ. მე ვიტყოდი, რომ მისი მმართველობა ზედმეტად ლობიერი იყო. იგი დიქტატორი არ არის. ჩემი აზრით ის უდიდესი დემოკრატი იყო. მხარდაჭერის მიზნით მთელი კავკასიიდან ჩამოვიდნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების წარმომადგენლები. დეპუტატებმა ხელისუფლებაში დასაბრუნებელ პრინციპად მშვიდობიანი ბრძოლა აირჩიეს. ომის და ძალადობის გარეშე. მხოლოდ საპარლამენტო გზით და ბრძოლის პოლიტიკური მეთოდებით. სანამ ჩვენ საუბრობდით, თბილისში სამხედრო გადატრიალების მეთაურთა მიწვევით ყოფილი კომუნისტი ლიდერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაბრუნდა ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით. დასავლეთში ედუარდ შევარდნაძეს მშვიდობის დამამყარების ძლიერი რეპუტაცია აქვს. სამწუხაროა, რომ მას დასავლეთში დადებითი რეპუტაცია აქვს. საქართველოში მას სხვაგვარად იცნობენ. იგი კომუნისტური მაფიის წევრია და ძლიერი კორუფციული სისტემის და დისიდენტთა დევნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ქართველ ხალხს იგი ქართველების სისხლიან მკვლელად მიაჩნია. წარწერა ძირს შეიარაღებული დემოკრატები. პროტესტის ამ მონაწილეებს გორბაჩოვის საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მეტად კორუმპირებული ადგილობრივი პარტიის ამბიციურ ლიდერად ახსოვთ. ეს მის წინააღმდეგ არსებული სამხილების ნაწილია. 10,000 წერილზე მეტი, რომელთა ავტორი ერთი და იგივე ადამიანია და რომლებიც საბჭოთა კავშირში არსებულ ყველა სამართალდამცავ ორგანოში იყო გაგზავნილი. ეს ადამიანი აცხადებს, რომ შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ მას ცხოვრება დაუნგრიეს. ბევრი ქარხანა პურს ცხოველების დამპალი საკვებისგან აცხობდა. წვენში საწამლავს და მჟავებს აყურებდნენ. ამის შედეგად ალტაის მხარეში 40 ბავშვი დაიღუპა. ეს რესპუბლიკის ყოფილი პროკურორია, რომელმაც ეს ამბავი გამოაშკარავა. იგი სამსახურიდან მოხსნეს. ეს კი მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარეა, ისიც გაათავისუფლეს. რადგან ამბობდა, რომ ის ადამიანები ციხეში უნდა ჩაესვათ მედლების დაჯილდოების ნაცვლად. ვინც ამ საქმის გამოაშკარავებაში მეხმარებოდა, მოკლეს. პირადად შევარდნაძემ ასეულობით ადამიანი გაანადგურა. იაშამ საჩივრით თვით გორბაჩოვსაც მიმართა.
He sent my complaints back to Shevardnadze. გორბაჩოვმა კი საჩივარის შევარდნაძეს გადაუგზავნა, ანუ მთავარ დამნაშავეს. Yasha himself was Yasha arrested and დააპატიმრეს და tortured აწამეს. to make him retract his evidence. ცდილობდნენ იგი აეძულებინათ უკან წაეღოს სამხილები. That apparatus they used on me. რაღაც აპარატი გამოიყენეს, არ ვიცი როგორ აგიწეროთ. თავზე სალტეს მაგვარი ინსტრუმენტს გაცვამენ და მაგრად გიჭერენ. Squeeze your whole head with it. Every day they tortured me. ყოველ დღე მაწამებდნენ, დღეც და ღამეც. Take a look at the results. წამების შედეგს თავად ხედავთ. They were trying to force me to sign ცდილობდნენ letters. ხელი მომეწერა წერილებზე და ცრუ ჩვენებებზე. გამუდმებით მაწამებდნენ. There is not a fascist in the whole world. ასეთ საშინელ Not even a წამების Hitler მეთოდებს who could ვერც come up ერთი with such ფაშისტი, horrible თვით torture. ჰიტლერიც კი ვერ გამოიგონებდა. And instead of being და punished, he იმის was awarded ნაცვლად with რომ medals. დასჯილიყო, მას მედლებით აჯილდოებდნენ და მუდმივად აწინაურებდნენ. ესენი ფაშისტები არიან. ამას გერმანელებიც ვერ გააკეთებდნენ. Shevardnadze, swine. Shevardnadze is a pig. შევარდნაძე ღორია. What else can I say? A pig. Shevardnadze. Shevardnadze is a fox. A fox. A fox. В основном население с ним связывает надежды на Russian news რუსეთის მედიაში გამოცხადდა, რომ შევარდნაძე სტაბილურობის დასამყარებლად ჩავიდა საქართველოში, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პიროვნება, ვინც მას დაბრუნება შესთავაზა, სამხედრო მეთაური ჯაბა იოსელიანი იყო. მრავალ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობის გამო ამ პიროვნებას დასრული ცხოვრების ნახევარზე მეტი ციხეში ჰქონდა გატარებული. These are his followers. ეს მისი მიმდევრები არიან, ხედრიონის, ანუ მხედრების წევრები. ისინი თავს შეიარაღებულ საქველმოქმედო დაჯგუფებად ახასიათებენ. შეიარაღებას კომუნისტური პერიოდიდან ფლობენ, ამბობენ, რომ იარაღი საბჭოთა დანაყოფებისგან იყიდეს. საბჭოთა შეიარაღებას სუკის სპეციალური დანაყოფი იცავდა. კერძო, პირადი იარაღის ფლობა სუკი მთლიანად განკარგავდა. Yasman says the Hedrioni იგი ამბობს, რომ თავდაპირველი შეიარაღება მხედრიონმა ადგილობრივი სამხედრო დანაყოფისგან მიიღო, რომელიც სუკის დაქვემდებარებაში შედიოდა. გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს სუკი იატაკქვეშეთში განაგრძობდა მუშაობას. მათ მაშინვე გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უპირობო ერთგულება აღუთქვეს. სინამდვილეში ეს ასე არ იყო და მათ სხვადასხვა ჯგუფებს იარაღის დარიგება დაუწყეს. The fighting here in Zugdidi ზუგდიდში ბრძოლა გადატრიალების შემდეგ ძალიან მალე დაიწყო. კონფლიქტი მხედრიონის და სხვა სამხედრო დანაყოფების კრიმინალურმა ქცევამ გამოიწვია. ეს დანაყოფები იქ ახალმა ხელმძღვანელობამ ჩააყენა. შევარდნაძის ბანდიტები სახლში შემომიწვევდნენ და ჩემს შვილიშვილს იარაღი დაადეს. მაიძულებდნენ მის გადასარჩენად 2 მილიონი მანეთი გადამეხადა. We were holding a meeting when the National მიტინგზე Guard ვიყავით, როდესაც მხედრიონის და ეროვნული გვარდიის ავტობუსები ჩამოვიდნენ. მათ გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს ხალხს ცეცხლი, ეს კაცი მოკლეს, 5 შვილის მამა. The local leadership was ადგილობრივი ხელისუფლება მოწინააღმდეგის რაოდენობისა და შეიარაღების პირისპირ უძლური აღმოჩნდა. They are asking for help. დახმარებას ვითხოვთ. მეტი ჩვენ ახლა არაფერი შეგვიძლია. If we do, რამეს რომ მოვიმოქმედებთ, კიდევ უფრო მეტი სისხლი დაიღვრება. I can't bring back my daughter. ჩემს ქალიშვილს ვეღარავინ დამებრუნებს. მხოლოდ ერთს გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს უნდა აქცევთ. არ მაინტერესებს ვინ იქნება გამსახურდია თუ ვინმე სხვა. ხალხს ლიდერი აარჩევინეთ და მერე თავი დაანებეთ. გთხოვთ ყველაფერს ბანდიტებს ნუ ჩაუგდებთ ხელში. This woman's son was shot dead ამ in ქალის front of ვაჟი her. მის თვალწინ ქუჩაში საუბრისას მოკლეს. ის ამ გოგონას ძმა იყო. I'll get a machine gun. ტყვია მფრქვევს ვიყიდი, რუსები ყველაფერს მომყიდიან.
The people of Zugdidi expelled the Hedrioni ზუგდიდის მოსახლეობამ მხედრიონი ღამეული ბრძოლის შედეგად განდევნა. მოლაპარაკების მიზნით წარგზავნილ ოფიცრებს განრისხებული ხალხი დაუპირისპირდა. შეხედეთ ამ სკოლას. ნახეთ რა გააკეთეს თქვენმა მხედრიონმა და ჯარისკაცებმა. სკოლის მოსწავლეებს მათ ფიზიკის და ქიმიის საკლასო ოთახებს რას ერჩოდენ? ვინ ხართ თქვენ? რა ხალხი ხართ? ამ სკოლაში მხედრიონი 2 კვირის განმავლობაში იდგა. ციგნებს გათბობის მიზნით წვავდნენ. დერეფნებში ალკოჰოლს წვავდნენ. სკოლა ახლა გამოუსადეგარია ბავშვებისთვის. ისინი მხოლოდ ნადავლის წასაღებად თუ მოდიან აქ. In the capital Tbilisi, the დედაქალაქ თბილისში ბატონი გამსახურდიას უზენაესი საბჭოს შენობის ნანგრევები ნელ-ნელა აღდგენას იწყებს. მაგრამ სასტუმრო აჭარას მე-12 სართულზე ახალი ნგრევა იწყება. ეს მხედრიონელთაგან ერთ-ერთი დაჯგუფების სახლია. Ey, ზომბი. Everyone else has abandoned. ძარცვის შემთხვევების გამო მე-11 სართული მათ გარდა ყველა მოსახლემ დატოვა. ნატყვიარები კედლების გარდა აქ უფასოდ მცხოვრებ სტუმრებსაც აჩნიათ. The Hedrioni are volunteers. მხედრიონში მოხალისეები მსახურობენ. ნაწილის ორგანიზება არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. ზოგიერთი წევრი სახლში ზის. ხელის ჭურვებს საფერფლეებში ინახავს, ცეცხლსასროლი არახს, სადაც მოუხდება. And when they go to war, ომში როგორც წესი ნათხოვარი მანქანით მიდიან, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში პირველივე გამგვლელისგან თხოვლობენ. What do you want? What's the matter? რა გინდათ? Where did you get this car? ეს მანქანა საიდან გაქვს? ეს ჩემი ძმის მანქანა. შენი კი არა, ჩემი ძმის. ჩემმა ძმამ მოგცა გასაღები. მაგას გეუბნები ზუსტად. I don't understand. არ მესმის, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ? ჩემმა ძმამ იცის ეს? Of course. იცის აბა რა? You think I am a degenerate? იდიოტი კი არა ვარ. If you want, go თუ ahead. გინდა Take წაიყვანე the ეს key. მანქანა. I don't understand. ვერაფერი გავიგე. I want everybody to get out of my ყველანი car. გადმოდით the მანქანით. car we'd borrowed belonged to მანქანა, the რომელსაც brother of ჩვენ the მივყვებოდით, policeman იმ who დღის happened to be მორიგე on duty პოლიციელის at our ძმის first საკუთრება checkpoint. აღმოჩნდა. Zombie was arrested, ზომბი but დააპატიმრეს, immediately მაგრამ released by the ადგილობრივი local სუკის KGB. ჩარევით They მალევე offered him a job გამოუშვეს. that იმავე same week. კვირაში სამსახური This is შესთავაზეს. Sergo. ჭიქა მოგცე? He's influential. ეს სერგოა, გავლენიანი პიროვნება. ამ მაღაზიებიდან ნებისმიერის გატეხვა შემიძლია, რომ ჭიქა Jabba გიშოვნა. Yoseliani's იგი bodyguard. ჯაბა იოსელიანის And პირადი cleared the მცველია და killer. მას მკვლელად იცნობენ. მანქანას შუა ქუჩაში გავაჩერებ. მიყურე? After curfew hour, კომენდანტის საათის ამუშავების შემდეგ იოსელიანის სამხედრო დანაყოფის წევრის მოწმობა ულაპარაკოდ წვლის. ყველაფერი კარგადაა ოფიცერო. მე და ჩემი მეგობარი ნასვამები ვართ. Misha, do you want to ask these guys anything? მიშა, ამ ბიჭებთან შეკითხვები გაქვს? Why? რატომ ეკითხები? Just because. იმიტომ. Georgi Gafrindashvili. გიორგი გაფრინდაშვილი, პატრულის უფროსი. Hey, wouldn't it be interesting to... კარგი იქნებოდა ვინმესთვის დაგვერეკა და ჩვენი საკუთარი საგუშაგო გავეხსნა. Я не знаю. Hey, great idea. in the casino of the hotel, იმ სასტუმროს where our კაზინოში, Hedrioni are სადაც based, ჩვენი მხედრიონია the განმაგრებული, Latvian dealers have been robbed. ლატვიელი მოვაჭრეები გაძარცვეს. They say that ამბობენ, რომ ძარცვა იმ შეიარაღებულმა ხალხმა ჩაიდინა, ვინც აქ ცხოვრობს. those are people living in a hotel. What are they called? რა ქვია ამ ხალხს? No, Hedrioni. მხედრიონი. Gives a head is a fucking hook. We went to a გამსახურდია party with the ბოზია. horsemen. ჩვენ მხედრების წვეულებაზე მოვხვდით. როცა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, იგი თავის თავს უწოდებდა პრეზიდენტს. ჩვენ მას არასოდეს ცნობდით. But we didn't recognize him, of course. მან ჩვენი 80 მეგობარი Together with Jabba Yoselian. ჯაბა იოსელიანთან ერთად ციხეში ჩასვა. მერე ინტელიგენცია დაგვეხმარა. თავრობა და ჯარი გაიყო. ეს მე ვარ ომის დროს. This is me during the war and ეს ჩემი მეგობარია. Sandrik. სანდრიკა. You can't imagine. ვერ წარმოიდგენთ, This kid ეს was ბიჭი blown apart by dynamite. დინამიტზე აფეთქდა. Nothing was მისგან left of არაფერი him, not დარჩა, even his პერანგის კი. shirt. ნაჭრის პატარა ნაგლეჯი იყო მხოლოდ. Just a little scrap of cloth.
With the young horsemen, weapon ახალგაზრდა skills are მხედრები learnt early. იარაღის მოხმარებას ადრეულ ასაკშივე ეუფლებიან. We just stay in our rooms. ჩვენ ოთახებში ვართ ჩაკეტილი, სხვა არაფერი Security in the შეგვიძლია. casino is in the კაზინოს care of a უსაფრთხოებას former სუკის major ყოფილი in the მაიორი KGB. განაგებს. He მან asked ჩინურ some ენაზე Chinese მოგმართა to და help him look for a სამსახურში job. აყვანაკთხოვა. I am ready to work for any. მზად ვარ ნებისმიერი ქვეყნის უშიშროებაში ვიმსახურა. We asked him about the ჩვენ მას horsemen. მხედრების თაობაზე The შევეკითხეთ. Hedrioni მხედრიონი are keeping the მშვიდობას peace here. ინარჩუნებს. Once there is peace როცა in საქართველოში Georgia, მშვიდობა the დამყარდება, Hedrioni will be მხედრიონიც dissolved. დაიშლება. From the earliest days of the coup, ყოფილი the peaceful პრეზიდენტის supporters of the მშვიდობიანი president მხარდამჭერები learned to fear the მშვიდობის horsemen's დამყარების idea of მხედრიონისეულ peacemaking. მეთოდებს გარდატრიალების პირველივე დღეებიდან უფრთხოდნენ. წინასაღამოს იოსელიანმა დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. არ გვჯეროდა რომ უიარაღო ხალხს ესროდნენ, თავისივე ხალხს. ამას ვერაფრით წარმოვიდგენდით. You terrorists in the ოპოზიციის ტერორისტებო, Your intimidation თქვენმა დაშინებამ არ გაჭრა. ხალხის შეშინება ვერ შესწელით, რადგან ხალხი ძლიერია. The people are brave. Her words were to be put to the ამ test. სიტყვებს მალე გამოცდა ელოდა. This was the first of as many ეს as პირველი 50 იყო იმ attacks by the 50 horsemen თავდასხმიდან, and related groups supporting the რომლებიც new regime. მხედრიონმა და ახალი რეჟიმის მხარდამჭერმა სხვა ჯგუფებმა განახორციელეს პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობის მაპროტესტებელ უიარაღო მომიტინგეებზე. 7 people were shot ამ dead, მიტინგზე defeating 7 ადამიანი 28 ჩაცხრილეს და wounded. 28 დაჭრეს. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 18 წლის გია რეხვიაშვილი იყო. მას სიყვარულიც კი არ დასცალდა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: დედა, რომ იცოდე როგორ მინდა სამართალმა გაიმარჯვოს. ახლა ცოცხალი აღარაა. ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ნეტავ ოდესმე თუ დამთავრდება ეს ყველაფერი. ყოველ დღე ერთი და იგივე გრძელდება. ნეტავ ის ზალადობის და ტერორის ბოლო დღე ყოფილიყო. და ყოველ ახალ დღეს კიდევ უფრო მეტი ქალი არექცია ჩემსავით მგლოვიარეთ. მაშინ იქნებ მათი პატიებაც შეგვძლებოდა. მაგრამ ისინი ჩვენს ტერორიზებას დღემდე აგრძელებენ. ჩვენ ბატონ შევარდნაძეს მივმართეთ იმის გასარკვევად, თუ რატომ ხოცავდნენ ქუჩაში ხალხს მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები. რატომ ხდება, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მთავრობის დამხობას მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებენ, ბოლო 5-6 თვის განმავლობაში 50 დაღუპულის და 200 დაჭრილის სახელია ცნობილი. Such statistics do not exist. ასეთი სტატისტიკა არ People არსებობს. have been killed at meetings. ხალხი არ მოუკლავთ მიტინგებზე. ამის ფაქტები არ გვაქვს. I don't know who is giving. არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მიტინგი იყო 18 მაისს. I was at a meeting on May 18th. When they broke it up. ხელკეტებით დაარბიეს. ჯავშან ტრანსპორტიორებით იყვნენ. პოლიცია არ ჩაერია. And with armored cars, with police marked on the side.
Mr. Shevardnadze's calm denial ბატონი შევარდნაძის მიერ შემაძრწუნებელი ფაქტების მშვიდ უარყოფას მისი ცინიკური განმარტებაც დაერთო. ჩვენთან ახლა კომენდანტის საათი მუშაობს და როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში წესრიგი მყარდება. ეს წესრიგი ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. კონფლიქტები იმის გამო ხდება, რომ გარკვეული ჯგუფები ამ წესს არ ემორჩილებიან. ეს კონფლიქტები რეალურად შეუარაღებელ დემონსტრანტებზე ბატონი შევარდნაძის მომხრეების მიერ განხორციელებულ ცივსისხლიან თავდასხმებში მდგომარეობდა. თავდასხმები იანვარში, თებერვალში და მარტში ხდებოდა ბატონი შევარდნაძის მოსკოვიდან დაბრუნების პერიოდში. აპრილში და მარტში თავდასხმები გახშირდა და მათში ხელკეტები, ცეცხლსასროლი იარაღი და მანქანებიც ჩაერთო. დასავლურმა დემოკრატიამ, რომელიც გამსახურდიას რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა და მას ამიტომ არ ცნობდა, ამ რეჟიმთან თბილი ურთიერთობა დაამყარა. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში კარგად იციან აქ რა ხდება, მაგრამ ამ სისასტიკეზე თვალს ხუჭავენ. გუშინ საქართველოში დემოკრატიის მამად წოდებული ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა, მაგრამ მას რეჟიმის ქმედებები ერთი სიტყვითაც არ გაუკრიტიკებია. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო, თუნდდნენ დასავლეთის ჟურნალისტებიც. გაფრთხილება, ყველა უნებართვო მიტინგი დაიშლება. ნებისმიერი ადამიანი, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, მიიღებს ტყვიას. ჯაბა იოსელიანი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იგი ხუნტის ერთ-ერთი ლიდერია. ასეთი ადამიანები ნებისმიერი ერნის სირცხვილია. იოსელიანი არა მარტო საქართველოს არ ცხენს, არამედ დასავლეთსაც, ვინაიდან დასავლეთი ასეთ კრიმინალს უჭერს მხარს. ჩვენ ბატონი იოსელიანს შევეკითხეთ, რატომ არ იძლეოდნენ მისი ჯარისკაცები მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგების გამართვის უფლებას. ეს მიტინგები არ არის. ეს პროვოკაციებია. მათ არანაირი პოლიტიკური მოთხოვნა არ გააჩნიათ. 1000 სისულელეს ამბობენ, მაგალითად, კანონიერი ხელისუფლების დაბრუნება უნდათ. აცხადებენ, რომ პრეზიდენტი გამსახურდია უყვართ და მისი დაბრუნება სურთ. ესაა მათი მოთხოვნები. ბატონ შევარდნაძეს ვკითხეთ, იყო თუ არა მისი მოადგილე დემოკრატი. მან გვიპასუხა, რომ მას პიესები ჰქონდა დაწერილი და როდესაც ციხეში არ იჯდა, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა. რა ვქნათ, მუდმივად ვახსენოთ ბავშვობაში ჩადენილი შეცდომები? ჩემი აზრით ეს არ იქნებოდა ჰუმანური. მე სრულიად განსხვავებული მოსაზრებები მაქვს ამ პიროვნების შესახებ და სხვაგვარად ვხედავ მის ადგილს საზოგადოებასა თუ პოლიტიკაში. მე გეკითხებით, არის თუ არა ბატონი იოსელიანი დემოკრატი? ეგ შეკითხვა თვითონ მას დაუსვით. ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობთ და დემოკრატიული საზოგადოების შენებას ვემსახურებით. ეს იმ ადამიანების არასრული სიაა, რომლებიც ვიცით, რომ მშვიდობიანი მიტინგების დროს მოკლეს 47 პიროვნება. ჩვენ ოპოზიციის ამ სიიდან 3 შემთხვევა გადავამოწმეთ და მოწმეების ან ნათესავების მხრიდან 3-ვე დადასტურდა. შემდგომში სია კიდევ უფრო გაიზარდა. სიაში შესული პირების უმეტესობა ტყვიით ან ცემით იყო მოკლული მიტინგების დროს, სხვებს ჯავშან ტრანსპორტიორებით გადაუარეს. 6 ადამიანი პოლიციაში დაკითხვის დროს გარდაიცვალა ან საკუთარ სახლში მოიკლა. სიაში მიტინგებზე დაპატიმრებული და დაჭრილი პირების სახელებიც იყო შესული. ეს ვიზიტი ბეიკერისთვის კიდევ ერთი შანსი იყო იმის შესამჩნევად, თუ როგორ ექცეოდა პროტესტის გამომხატველებს მისი ძველი მეგობარი. ბეიკერის საპატივსაცემოდ იმ დღეს მიტინგი ოფიციალურად იყო ნებადართული და პროტესტის მონაწილეებიც ოფიციალური ზეიმის ადგილთან შორი ახლოს შეიკრიბნენ. ბევრი მათგანი ქალი იყო, იყვნენ ბავშვებიც. გამოჩენილი სტუმარი წარმოდგენას თვალს სიამოვნებით ადევნებს და მის ახლოს შეიარაღებული პირების ყოფნას ვერ ამჩნევს. საპროტესტო მიტინგზე მანქანები გამოჩნდნენ. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ქამრებიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ხელკეტები ამოიღეს და დემონსტრანტების სცემას შეუდგნენ. ამ არეულობაში მოულოდნელად ჩვენი ძველი მეგობარი ვიწანით.
He was one of the horsemen. ერთ-ერთი მხედართაგან.